მაშინ ასე დავიწყეთ პირდაპირ ეთერში მუშაობა და ვიწყებ ძალიან მნიშვნელოვანი თემით. მოგვიახლოვდა ერთიანი ეროვნული გამოცდების, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიმდინარე აქტიური საგამოცდო სამზადისი ფინალს უახლოვდება. მოლოდინში არიან აბიტურიენტები და მღელვარება პიკს აღწევს. ეს ამ ყველაფერზე სასაუბრო სტუდიაში მოვიწვიეთ ჩვენი სტუმარი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ მემანიშვილი და ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც უკავშირდება ეროვნულ გამოცდებს. მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის. ბოლო ეტაპზე ხართ სამზადისის და აი რა არის ეს ბოლო ეტაპი? პირველ რიგში ამაზე ვისაუბრებთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მოახლოვდა ჩვენი გამოცდები. 2 ივლისს ვიწყებთ გამოცდებს, როგორც უკვე ცნობილია საზოგადოებისთვის. შესაბამისად, 2 ივლისამდე პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეტაპი არის ჩვენთვის. ეს არის საორგანიზაციო პერიოდი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის. ვამზადებთ ჩვენ საგამოცდო ცენტრებს იმისათვის, რომ სათანადო პირობები შეუქმნათ იმ მრავალრიცხოვან გამოსაცდელ პირს, ვინც წელს ამ ეტაპზე რეგისტრირებული არის ივლისის გამოცდებისთვის. ეს გამოსაცდელი პირები ახლა მოლოდინში არიან, რომ ინდივიდუალური განრიგი გაიგონ, იმიტომ რომ მაგალითად რომ დაიდო ინფორმაცია, რომ 2-ში და 3-ში არის ქართული ენის გამოცდა, ახლა საინტერესოა ვის რომელი ეპიზოდი მოუწევს, რომელ ნაკადში, რომელ მისამართზე და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ამას სჭირდება კიდე ცალკე ლოჯისტიკა. მშობლები, ჩემი თავსაც გადმოვიტან, წინასწარ მივდივართ იმ მისამართზე, რომ გავთვალოთ დრო, არ იყოს საცობი და ასე შემდეგ. როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს თავიანთი კონკრეტული განრიგი? დიახ, შესაბამისად, ყველა გამოსაცდელი პირისთვის გარდა იმისა, როგორც აღნიშნეთ, მნიშვნელოვანია იცოდნენ, რა თქმა უნდა, რა რიცხვში რა გამოცდას გეგმავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, თუმცა რა თქმა უნდა, მათ უკვე თავიანთი ინდივიდუალური გრაფიკი აინტერესებთ, რაც ორშაბათიდან უკვე ხელმისაწვდომი იქნება იმ პორტალზე, სადაც მათ თავდაპირველად რეგისტრაცია გაიარეს. ეს არის პორტალი online naekji, სადაც მათ შეუძლიათ შევიდნენ თავიანთი პირადი ნომრით, იმ კოდით, რაც მათ მოუვათ თავიანთ მობილურის ტელეფონზე. და ნახავენ უკვე დეტალურად ინფორმაციას იმის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, რომელ საგამოცდო ცენტრში გადანაწილდა თითოეული გამოსაცდელი პირი და რა რიცხვში, რომელ საათზე ექნებათ მათ თითოეულ საგანში გამოცდა. საკუთარ პროფილის გვერდზე რომ შევლენ, უკვე გამოჩნდება ორშაბათიდან. დიახ. საგამოცდო ბარათი, რასაც ნახავენ ორშაბათიდან, საგამოცდო ბარათი არის ის დოკუმენტი, სადაც ეს ინფორმაცია არის დეტალურად ასახული და ეს არის დოკუმენტი, რაც მათ აუცილებლად უნდა ამობეჭდილი სახით წარადგინონ იმ საგამოცდო ცენტრში, სადაც გადანაწილებული არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ. ახლა მოდით ვისაუბროთ, ეს დაქსაქსულია თუ შეიძლება ის რაღაც თავისებური ობობას ქსელია, სადაც საქართველოს რამდენიმე ქალაქში არის, მე მგონი ყველაზე დიდებია თბილისსა და ქუთაისში და შემდეგ სხვა ქალაქებში. აი როგორ შეიძლება საგამოცდო ცენტრებს გულისხმობ? საგამოცდო ცენტრებს გულისხმობ, შე როგორც პროფესიონალი გამომცდელი. მითხარით როგორია ამ ქალაქებში, სად არის ძირითადად და როგორი არის აქ ინფრასტრუქტურა, რა გამოცდილება გვაქვს ამ თვალსაზრისით? საგამოცდო ცენტრები წელს გვაქვს ჩვენ საჯარო სკოლების შენობაში, წელსაც როგორც წინა წლებში 24 საგამოცდო ცენტრი ემსახურება გამოცდების პროცესს და 24 საგამოცდო ცენტრი გადანაწილებული არის საქართველოს 12 ქალაქში. შესაბამისად, ქალაქებში განთავსებული ცენტრების რაოდენობა ერთმანეთისგან განსხვავდება გამომდინარე იქედან, რომ გამოსაცდელი პირი საწყის ეტაპზე ვიცით, რომ ირჩევს იმ საგამოცდო ქალაქს, სადაც მას სურს გამოცდის ჩაბარება. შესაბამისად, ყველაზე მეტი გამოსაცდელი პირი ყოველთვის თბილისზე მოდის ხოლმე. ეს ამაინტერესებს გორში უკაცრავად გაგაწოდეთ, მაგრამ გორში რეგისტრირებულ პირს შეუძლია რომ ეროვნული გამოცდა ჩააბაროს თქვათ თბილისში? დიახ, რა თქმა უნდა, თუ თვითონ რეგისტრაციის პროცესში აირჩევს თბილისს, რა თქმა უნდა, შეუძლია თბილისში. ისევე როგორც თბილისსაც შეუძლია გორში. რა თქმა უნდა, თუმცა საგამოცდო ცენტრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში არის განთავსებული იმის და მიხედვით, რომ აბიტურიენტმა ნაკლები დრო დახარჯოს საგამოცდო ცენტრამდე მისასვლელად, იმიტომ რომ გამოცდები 2 სესიად ტარდება, დილით გვაქვს 9 საათზე და საღამოს გვაქვს შუადღის სესია გვაქვს 3 საათზე და იმისათვის რომ აბიტურიენტი დაუშვათ გორიდან თბილისში მოვიდეს 8 საათზე უკვე რეგისტრაცია იწყება, ამიტომ ასე არ რეგისტრირდებიან ხოლმე და ირჩევენ იმ ქალაქს მათი დასახლებული პუნქტთან ახლოს მდებარე ქალაქს, რომ მარტივად შეძლონ გამოცდაზე გამოცხადება. სტატისტიკაზეც რო ვისაუბროთ, როგორი არის წელს თქვენ ახსენეთ რომ მრავალრიცხოვანია, მაგრამ აი უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ.
დიახ, წელს ბევრი გამოსაცდელი გვყავს და ჩვენ საგამოცდო პროცესს დასაწყისშიც აღნიშნე, რომ ვიწყებთ აბიტურიენტებით, იმიტომ რომ საერთო ჯამში ჩვენ გვყავს რეგისტრირებული 83,000 პირზე მეტი გამოსაცდელი და შესაბამისად აი ამ რაოდენობის ნახევარი მოდის აბიტურიენტებზე. შესაბამისად გამოცდებს ვიწყებთ აბიტურიენტებით, ვიწყებთ ქართული ენით და ლიტერატურით და აბიტურიენტების ნაწილს ვასრულებთ 22 ივლისს. თუმცა გვყავს ასევე მაგისტრანტობის მსურველი კანდიდატები, მათი რაოდენობა 10,000 აღემატება, გვყავს პედაგოგები და პედაგოგობის მსურველი პირები, რომელთა რაოდენობას 29,000 აღემატება და გვყავს მოქმედი სტუდენტები, რომლებმაც საგრანტო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და სურთ გრანტის გაუმჯობესება. 700-ზე მეტი მოქმედი სტუდენტი გვყავს. შესაბამისად საკმაოდ მრავალრიცხოვანი არის წელს გამოსაცდელ პირთა რაოდენობა და ამიტომ ინფრასტრუქტურის ნაწილი მკითხეთ კითხვის დასაწყისში, ინფრასტრუქტურის კუთხითაც გვაქვს სიახლე, რა თქმა უნდა, ყველა საგამოცდო ცენტრი ემზადება იმისათვის, რომ სათანადო პირობები შეექმნას აბიტურიენტებს, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ საკმაოდ დიდი ნაკადი გვყავს წელს, 4 საგამოცდო ცენტრი ჩანაცვლდა. 2 საგამოცდო ცენტრი ჩავანაცვლეთ თბილისში, 1 ბათუმში, 1 ოზურგეთში, რამაც მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ გვემასპინძლა ამდენი გამოსაცდელი პირისთვის, დიახ. ყველას გვახსოვს ჩვენი გამოცდები, ერთი ასეთი ადამიანური კითხვა, რა დაგვავიწყებს. მარიკას და ჩემ დროს საკმაოდ მკაცრი იყო, არ ვიცი შენ დროს როგორია. აი მოდით ადამიანურ ნაწილზე ვისაუბროთ. ახლა შენ იმის თქმა გინდა რომ ჩემ დროს უფრო მსუბუქი იყო, მე ვარ თაობა. მეორე წელი ვარ ეროვნული გამოცდების. შენ უკვე ეროვნული საკმაოდ რთული იყო, აი საკმაოდ რთული იყო, თან მაშინ ბევრი კითხვა იყო და ასე არავინ არ უნდა. მოდით აი ამ ადამიანურ ნაწილზე ვისაუბროთ. ბევრისთვის ეს არის სტრესი, ბევრი ღელავს, შემდეგ იქ რა შემოიტანოს, რა არ შეიტანოს, წყალი, კალამი, ფანქარი, აი პირადობის მოწვა. ეს ნაწილი კიდევ ერთხელ გავიაროთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი გისმენთ. საგამოცდო პროცედურები და წესები, ინფორმაცია ამ წესების და პროცედურების შესახებ ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული გვაქვს. გასაგებია და რა თქმა უნდა ჩვენც ვიზიარებთ იმას, რომ თვითონ ნებისმიერი გამოცდა თავისთავად სტრესული არის, იმიტომ რომ მივდივართ გამოცდაზე და რაღაც ჩვენს ცოდნას კონკრეტულ საგანში იქნება თუ დისციპლინაში ვადასტურებთ. შესაბამისად, აბიტურიენტებისათვის და ნებისმიერი გამოსაცდელისთვის, არა მარტო აბიტურიენტისთვის, რა თქმა უნდა, სტრესული არის თავისთავად, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩამონათვალი, ასე ვთქვათ, ინფორმაცია მიწოდებული სრულად, რა საგნები არ უნდა წარმოადგინონ მათ გამოცდაზე და აკრძალული ნივთების ჩამონათვალი გვაქვს. და ამაზეც მოკლედ გავამახვილებინებ ყველა გამოსაცდელს ყურადღებას, რომ რა თქმა უნდა ყველა მიცის, რომ მობილური ტელეფონის შეტანა არ შეიძლება, არ შეიძლება მობილური ტელეფონის, არ შეიძლება დამხმარე ლიტერატურის, არ შეიძლება ჩანაწერების შეტანა, არ შეიძლება ელექტრონული მოწყობილებების smart საათების შეტანა, მიუხედავად იმისა, ეს გამორთულ მდგომარეობაში იქნება თუ ჩართულ მდგომარეობაში, თუ გამოსაცდელ პირს ამ ნივთების სახლში დატოვება დაავიწყდა, არც ეს არ არის პრობლემა, იმიტომ რომ თითოეულ საგამოცდო ცენტრში სათანადო ოთახები არის, შეუძლია აი ამ ოთახებში დატოვოს ეს ნივთები და აი ხო, ძალიან მაგარი კითხვა მაქვს, მე და აი ჩვენ დროს იყო ეგრეთ წოდებული შპარგალკები. აქ იწერდნენ, ყოფილა აი სტატისტიკა როგორი არის? ყოფილა შემოტანის საშუალება, უბრალოდ შემოტანის შემთხვევები და როგორია რეაქცია ამ დროს საგამოცდო ცენტრში? ტელეფონის შემოტანა, ელექტრონული მოწყობილობების გამოვლენა მარტივი არის, იმიტომ რომ იქ დაცვის სამსახური ამოწმებს ჩვენი რეგისტრატორები ამოწმებენ, თუმცა დამხმარე მასალას, რაც შეეხება ეს ჩანაწერები და ასე შემდეგ, რაც არის, ის რომ დაუშვათ თან კონდეს გამოსაცდელ პირს, ამას რა თქმა უნდა ჩვენ ვერ აღმოვაჩენთ, თუმცა სამწუხარო არის და გასათვალისწინებელი ის, რომ გამოცდაზე მისი გამოყენების შემთხვევაში აბიტურიენტი ან ნებისმიერი გამოსაცდელი პირი აუცილებლად მოიხსნება გამოცდაზე. ყოფილა ასეთი შემთხვევები? ანუ ეგრეთ წოდებული. ამიტომ შორის აი ეს მაკონტროლებელი ორგანო ხო, ვინც აუდიტორიიდან აუდიტორიაში აკონტროლებს. ერთის მხრივ არის მართლა ძალიან ყურადღებიანი, იმიტომ რომ იციან რომ ეს ბავშვები
ნერვიულობენ და ძალიან ხელს უწყობენ ემოციურად, ამშვიდებენ და ასე შემდეგ, მაგრამ მეორეს მხრივ, როგორც ვიცი, არიან ძალიან მახვილი თვალით შეიარაღებულნი, იმიტომ რომ არა თუ გვერდით გახედვა და გადაწერა, არამედ აი ყოფილა შაშან ესეთი შემთხვევა, როდესაც ჩემი შვილი უბრალოდ წინ იჯდა და ბევრს ფიქრობდა. და ესეც კი საერთოდ მოეჩვენა გამომცდილს და კითხა რომ ასე მარტო ასე რატო ზიხარ, რატო ფიქრობ ამდენს, რა დაწერას არაპირებ, ანუ აი ყველაფერს ამას კითხავდა, იმიტომ რომ თითოეულ სექტორი არის ის სივრცე, სადაც აბიტურიენტთა გარკვეული ნაწილი აბარებს გამოცდას, დაყოფილი არის სექტორებად საგამოცდო ცენტრები, იქ კედელზე განთავსებული არის საათი და ჩვენი მეთვალყურეების ვალდებულება არის ის, რომ მიაქცევინოს აბიტურიენტს ან გამოსაცდელს ყურადღება, რომ დრო გადის. შესაბამისად, იმიტომაც უთხრა ალბათ, რომ მიხვდა, რომ აგვიანებდა დაწერას და რომ მოასწრო დაწერა. კიდევ რამე ხომ არ გაინტერესებს ეგრეთ წოდებულ შპარგალკებთან და ასე. იცი რა, ჩვენ დროს ეს ხდებოდა ძალიან კუსტარულად, ქაღალდზე. ჩვენ დროს ეს ხდებოდა ძალიან მოხერხებულად, უფრო ახალ ტექნოლოგიები დაიხვეწა და ამ თვალსაზრისით თუ არის, თქვათ, რაღაცა ახალი ინოვაციები და ცდილობენ ახალგაზრდები და იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ მეტი ძალისხმევის გამოჩენა უწევთ უკვე გამომცდელებს და მათ მეთვალყურეებს. იმიტომაც არის ჩვენი მოთხოვნა, რომ მობილური ტელეფონი იქნება, smart საათი იქნება თუ სხვა ელექტრონული მოწყობილობა, ამიტომაც ვთხოვთ თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში მყოფ მოწყობილობას, რომ აუცილებლად უნდა დატოვოს გარეთ. არც ეს არ არის პრობლემა და აქაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმდენად ემოციური ფონი არის აი სამზადისი გამოცდებისთვის, რომ შესაძლებელია დაავიწყდეს და უშუალოდ დატოვება და შეიტანოს გამოცდაზე, თუმცა გამოცდის დაწყებამდე თუ გაახსენდება და აღმოაჩენს, რომ თან აქვს რაღაც ის ნივთი, რაც აკრძალულია, არ არის პრობლემა, იქვე დაეხმარებიან, მოათავსებენ ამ ნივთს, დიახ და გააგრძელებს. გამოცდის დაწყების მერე არ გამოცდის დაწყების შემდეგ არ შეიძლება, იმიტომ რომ გამოცდის დაწყების შემდეგ თუ აღმოჩნდა მასთან ეს რომელიმე აკრძალული ნივთი, ის მოიხსნება გამწვავად. საგნებზე მინდა გკითხოთ, გარდა სამი სავალდებულო საგნისა არის მეოთხე და არჩევითი საგანი. აი, არჩევითებში ყველაზე მეტად რომელი საგანი აირჩიეს წელს და რომელი არის ყველაზე მოთხოვნადი და სად მეტი კონკურსი ფიქსირდება, თუ შეგიძლიათ ეს მონაცემები. სავალდებულო საგნები გვაქვს ჩვენ, სავალდებულო საგანი ყველა გამოსაცდელი აბიტურიენტისთვის არის ქართული ენა და ლიტერატურა. შესაბამისად 53,000-ზე მეტი აბიტურიენტი ყველა აბარებს ქართულ ენასა და ლიტერატურას. მეორე არის უკვე უცხოური ენა. უცხოური ენიდან ლიდერობს ინგლისური ენა, როგორც ყოველ წელს და დაახლოებით 96% აბიტურიენტებისა უცხოურ ენას აბარებს. ორი საგანი არის სავალდებულო და მესამე საგნის მეოთხე, მეხუთე და ასე შემდეგ არჩევანი აბიტურიენტის სურვილზეა დამოკიდებული და დამოკიდებულია იმაზე, იმ პროგრამაზე, სადაც მას სურს სწავლის გაგრძელება, რა საგანი ბარდება. შესაბამისად, აი ეს დამატებით საგნებს ეძახიან ხოლმე ხშირად ასეთ საგნებს, ამ საგნებში ისტორია ლიდერობს. ისტორიით მეტი აბარებს. ისტორიით მეტი, ისტორიას მეტი ირჩევს, გამომდინარე იქედან, რომ ალბათ უკეთესად და უფრო თავდაჯერებულად გრძნობენ თავს აი ამ საგნის მომზადების პროცესში. ანუ ჰუმანიტარული ხაზი უფრო dzიერია, ვიდრე ტექნიკური. ისტორია გამიხარდა. კი ბატონო, მთელი ეს პერიოდი ჩვენ ხედავდით თქვენ მიერ დაგეგმილ ძალიან მასშტაბურ ღონისძიებას მოიარეთ, მე მგონი მთელი საქართველოს ქონდა ღიაკარის დღეები, შეხვედრები პირისპირ და ასე შემდეგ. აი, როგორ შეაფასებთ თავად აი ამ კამპანიას? დიახ, ჩვენ დავიწყეთ დაახლოებით მაისის თვეში ეს კამპანია, ყველა თბილისის ჩათვლით, რა თქმა უნდა, საქართველოს ყველა დიდ ქალაქს ვესტუმრეთს, 9 ქალაქი იყო საერთო ჯამში. და შევხვდით აბიტურიენტებს, რადგან ინფორმაცია მიგვეწოდებინა უკვე თვითონ აი ამ საგამოცდო პროცესთან, რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რეგისტრაციის პროცესში რას უნდა მიექციათ ყურადღება და აი ეს ყველა დეტალი, რაც რეგისტრაციას და საგამოცდო პროცესს უკავშირდებოდა, იმ კითხვებზე გავეცით აბიტურიენტებს პასუხი და ძალიან კარგი შეხვედრები იყო მთელი საქართველოს მასშტაბით, ძალიან ბევრი აბიტურიენტი გვესწრებოდა. ყველაზე მეტად რა ნაწილში ქონდათ შეკითხვები? იცით რა არის, სხვადასხვა ხასიათის შეკითხვა აქვთ, ქონდათ რა თქმა უნდა რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცესები და ქონდათ ასევე კითხვები დაკავშირებული თვითონ ტესტურ დავალებებთან მიმართებით. თუმცა ეს ღიაკარის დღეების ფარგლებში ჩვენ ამ კითხვებზე პასუხები არ გაგვიცია გამომდინარე იქედან, რომ სხვა მიზანს ემსახურებოდა ჩვენი ღიაკარის დღეები.
კითხვები, თუმცა უკვე შემდგომში დავუგეგმეთ თითოეულ საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენელთან შეხვედრა. საგნობრივი ჯგუფები არის ის საგნები, რა საგნებშიც აბიტურიენტები გამოცდას აბარებენ და შეხვდნენ კონკრეტულად უშუალოდ იმ ადამიანებს, ვინც აი ამ საგამოცდო ტესტებზე და დავალებებზე მუშაობს. ეს შეხვედრებიც ძალიან პროდუქტიული იყო მათთვის, იმიტომ რომ აბიტურიენტებმა მიიღეს კითხვები უფრო კონკრეტულად დეტალური პასუხები მიიღეს თვითონ დავალებებთან დაკავშირებით, როგორი იქნებოდა ტესტის სტრუქტურა, როგორ უნდა ემუშავათ ამ დავალებაზე, შეფასების სქემა როგორი იქნებოდა და უფრო მეტად შინაარსობრივი ინფორმაცია მიიღეს უკვე საგამოცდო პროცესზე იმ დავალებებთან დაკავშირებით, რასთან გამკლავებაც მათ უკვე ივლისში მოუწევთ. ამ კვირას ვასრულებთ ამ შეხვედრებს, შევხვდით როგორც აბიტურიენტებს, ასევე მაგისტრანტობის კანდიდატებს და ასევე პედაგოგებს და პედაგოგობის მსურველებს. თქვენ გიყურებთ ძალიან ბევრი ახალგაზრდა დღეს დარწმუნებული ვარ და ნერვიულობენ ისინი. მშობლები. ვინ უფრო ნერვიულობს, ეგეც გასარკვევია. რას ურჩევთ ამ ახალგაზრდებს, აი ბოლო ესეთი დამამთავრებელი ამ გადაცემის ამ შეხვედრის მთავარი რჩევა, რასაც თქვენ ახალგაზრდებს მისცემთ? პირველ რიგში წარმატებას ვუსურვებ ყველა აბიტურიენტს, ყველა იმ გამოსაცდელ პირს, ვინც ივლისის პერიოდში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოცდებს აბარებს და მთავარი, რასაც ვურჩევდი, რომ არ ინერვიულონ, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი გარემო დახვდებათ საგამოცდო ცენტრებში და საკმაოდ ბევრი ადამიანი იზრუნებს იმაზე, რომ მათ ეს სტრესი, რაც ბუნებრივად მათი სტრესი საგამოცდო პროცესს უკავშირდება, ეს სტრესი ჩვენ შეძლებს დაგვარად მინიმუმამდე დავუყვანოთ და კარგი გარემო შევქმნათ, ასე ვთქვათ. მთავარი, რასაც ვურჩევდი, რომ აუცილებლად გაითვალისწინონ, ორშაბათს, როდესაც მათთვის ცნობილი გახდება საგამოცდო ცენტრი და გამოცდის თარიღი, იქვე დახვდებათ პროგრამაში თხოვნა იმის შესახებ, რომ მათ აუცილებლად უნდა ამობეჭდონ საგამოცდო ბარათი. საგამოცდო ბარათი არის ის დოკუმენტი, რაც მათ აუცილებლად უნდა იქონიონ გამოცდაზე. ელექტრონულად ვერ ვიქონიეთ. არა, ელექტრონულად ვერ იქონიებთ, თან ამობეჭდილი სახით უნდა გქონდეთ, თან უნდა იქონიონ ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ კი რომელიმე მათგანი მოხდა ისე, რომ დარჩათ, დაუშვათ, ამის გამო სახლში აღარ მიბრუნდნენ, საგამოცდო ცენტრში მათ დახვდებიან ჩვენი წარმომადგენლები, რომლებიც პირადობის მოწმობის შემთხვევაშიც აუხსნიან, როგორ უნდა მოიქცნენ საგამოცდო ბარათს. შესაძლებელი არის, რომ იქვე გაუწიონ კონსულტაცია და დახმარება და შესაბამისად ის რჩევა და ის თხოვნა, რასაც საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი მიიღებს, აუცილებელი არის, რომ იმ პროცესს შემდგომში გაყვეს და ის დოკუმენტი, რაც მას დარჩა გამოცდამდე, ის ვადა, რასაც მიუთითებს ჩვენი წარმომადგენელი, იმ ვადაში წარმოადგინოს და ის ჩვეულებრივად შევა გამოცდაზე და იმუშავებს იმ დავალებაზე, რომ ეს კიდევ დამატებითი სტრესი არ იყოს. მე კარგი რამე მოგიფიქრებიათ ნამდვილად, იმიტომ რომ ზოგჯერ ყოფილა, რომ აი ნერვიულობ ისე, რომ ეს შეიძლება დაგავსოთ. არის, ხდება ხოლმე, გამოცდაზე განსაკუთრებით. ამიტომ ყოველთვის აი ამას მაქსიმალურად ვეხმარებით ამ ნაწილში და ერთსაც დავამატებდი, თუ არის შესაძლებელი, აუცილებლად საგამოცდო ბარათში მიაქციონ ყურადღება და დააკვირდნენ არა მარტო თარიღს გამოცდის, არამედ დროს. ყოფილა შემთხვევა, რომ სესია აქვს მას გამოცდა 9 საათზე და მისულა პირიქით 3 საათზე, ამიტომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის და ყურადღება მიაქციონ ასევე საგამოცდო ცენტრის მისამართს და არ აერიოთ ის საგამოცდო ცენტრი და სხვა საგამოცდო ცენტრში, რომ მივიდნენ 9 საათზე რო არის ეს ნიშნავს 8 საათზე იწყება რეგისტრაცია, 8-ზე უნდა გამოცხადდნენ. ესეც მითითებული არის და ესეც იცი. ხო, წარმატებები ჩვენს ახალგაზრდებს. წარმატებები ნამდვილად და აი მთავარი რჩევა რო იკითხე, რა თქმა უნდა ქალბატონმა თამარმა უფრო კარგად იცის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი დეტალები, მაგრამ აი ჩემი ასეთ ალბათ მთავარი რჩევა მაინც ის არის, რომ ნაკლები ინერვიულონ, იმიტომ რომ მე ჩემ დროს იყო ესეთი ძალიან ბევრი აბიტურიენტი, ვინც მართლა კარგად იყო მომზადებული და ძალიან უკან დახია ნერვიულობამ და იყო პირიქითაც, ვინც არ დარღელავდა, მაგრამ კარგად გაართვა თავი, იმიტომ რომ და ნერვიულობა ცოტა ხანი გვერდზე გადადო. დღელვა ეს ბუნებრივია და უნდა იყოს ცოტა. უნდა იყოს თქვენი წარმატებები, ძვირფასო საქართველოს ახალგაზრდობა თქვენზე, მთელი იმედები ჩვენი ქვეყნის მომავლის. თან ისტორია ყოფილა რეიტინგული, გიორგი, ხედავ, ისტორია ფასობს. მადლობა.